ახლა ქეთევან ბუდაღაშვილი მე მგონი მზად არის იმისთვის რომ პატარა გამოცნობანა პატარა არ ვიცი რამდენად იქნება მაგრამ გამოცნობანა მოგვიწყოს მე დავახოსა რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს მაყურებლის ყველაზე მეტად რა მაფიქრებს იცი როდესაც ვკითხეთ ჩვენ რა თემაზე იქნება გამოცნობანა თქო გვიპასუხა რომ ყველაფერზე აი ეს ყველაფერი კი საკმაოდ რთულია აბა ვნახოთ პატარა შესავალს გავაკეთებ ახლა თქვენთვის დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ გამოცნობანასთან ერთად დავიწყეთ გადაცემა და ვახომშვალივრად გამოიყურებოდა პირველ რაუნდში დავასრულოთ გამოცნობანასთან ერთად დღევანდელ გამოცნობანას დავარქვი ვახო აურზაური იმიტომ რომ არ შევარჩია კონკრეტული თემა კონკრეტული მიმართულება კითხვებს დაგისვამთ სხვადასხვა სფეროდან გაჩვენებთ კადრებს ფილმებიდან გაჩვენებთ საარქივო მასალებს ფოტოებს და ხო რაც მთავარია და რაც უნდა გაითვალისწინოთ ყველაფერი იქნება ქართული ეს უკვე ძალიან კარგია დავიწყოთ ფილმები და მაინტერესებს თუ იმახსოვრებთ ხოლმე ფილმებში ინტერიერებს ფილმებს გააჩნია ნამდვილად ხო ახლა გაჩვენებთ ძველი ქართული ფილმიდან კადრს და თქვენ უნდა გამოიცნოთ ინტერიერი ფილმიდან კუკარაჩა არ არის რაც უნდა სიყვარული ყველას უნდა კუკარაჩა მხიარული რომანი მე ვხედავ მზეს და ისა რა ქვია მხიარული რომანი მე როგორც კუკარაჩას ქუდიდეს აგეი ეს მომზადებული მქონდა მინიშნებისთვის რომ კარგად დააკვირდით და აუცილებლად ნახავთ მეთქი გავამწვანოთ კი ბატონო რა რომ ხატია ჯანო ბადრი დრეიძე ნანი რეხუიაშვილი მერაბ დიასამიძე ნინო ამბროლაძე ყველა ერთხელ თანხდება რომ ეს კუკარაჩა ახლა ის დეტალი რომ შენიშნა რაც უმნიშვნელოვანესი იყო ამ ფოტოზე დიდი მადლობა ქუდი და ციგნაკი მაგ ციგნაკი დადიოდა ხო მან ვარდები არ არის ტიტებია უბრალოდ და მოგეხსენებათ კუკარაჩა გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით და თავად დუმბაძე თუ გახსოვთ რა წერდა კუკარაჩა რომ დავწერე საპატიო მილიციელის წოდება მომცეს მილიციელის ფორმა მომიტანეს მერე პოლკოვნიკობა მომანიჭეს და ბოლოს შეუთვალე იმდენს იზამთ მამაჩემის დახვრეტას მე დამაბრალებთო გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე სხვათა შორის საქართველოს ეროვნული არქივის ფოტოკოლექციაში ინახება ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეების ბავშვობის და ახალგაზრდობის ფოტოები და თქვენ ახლა უნდა გამოიცნოთ ვის ხედავთ ფოტოზე დააკვირდით პირველ რიგში სად წევს ეს ადამიანი ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ ფოტოს კონსტანტინე ყიფიანი მელიტონ ბალანჩივაძე ვასილ ბალანჩივაძე თუ შალვა დადიანი მიხვდით სად წევს ეს ადამიანი სამარეში წევს ხო არ არის კუბოში კი ბატონო მე მაქვს ჩემი ვერსია და მგონია რომ ეს არის შალვა დადიანი ვახო ფიქრობს საინტერესო არაა და რას გვეუბნება მაყურებელი ჯერ ფიქრობს ცოტა დრო მივცეთ ვახოს პასუხს მაინც დაველოდოთ და შემდეგ ამ ფოტოს ძალიან საინტერესო ისტორიასაც აუცილებლად მოგიყვებით და ჩვენ მე აუცილებლად დავიმახსოვრებ იმიტომ რომ მე არ მაქვს არ მქონდა ნანახი ეს ფოტო დავუჯეროთ ნუცას მაყურებელი აქტიურობს სხვათა შორის ხატია ჯანო იწერება რომ შალვა დადიანი არის სხვა მხრივ ვერ დავიყვეხნით რომ ამ კითხვაზე მაყურებელი აქტიურობს მაგრამ რადგან ამ ვერსიის გარდა არ გვაქვს სხვა ვერსია მე მგონი მოგიწევს რომ დამიჯერო მე არ შეგეწინა დავუჯეროთ ნუცას და გავამწვანოთ სწორი პასუხი მაიკო კალანდაძესაც ასე გონია ბადრი დრეიძესაც და ირმა მიქაძესაც ასევე მერაბ დიასამიძე არა მერაბ დიასამიძეს შეცდა ამჯერად ნუცა შენ ყოჩახ ნამდვილად ეს არის შალვა დადიანის ფოტო და ფოტოგრაფ ნიკოლოს საღარაძის მონათხრობის მიხედვით ამ ფოტოს გადაღების ისტორია არის ასეთი ქართველმა მწერალმა დრამატურგმა მსახიობმა და საქართველოს სახალხო არტისტმა შალვა დადიანმა ქუთაისის თეატრისთვის ისესხა ფული ვაჭარ აარონ ელიგულაშვილისგან თუმცა დათქმულადაში ვალის გადახდა ვერ შეძლო საკუთარი გარდაცვალების სცენის დადგმა გადაწყვიტა და ამ თამაშს თურმე მისთვის სასურველი შედეგიც მოყვა ვალი მას აპატიეს წინასწარ შეუთანხმდა ის მეკუბოვეს და ფოტოგრაფს გამზადებულ კუბოში ჩაწვა გულხელი დაიკრიფა თვალები დახუჭა და მევახშეს ასე შეეგება რამდენიმე დღის შემდეგ თურმე ვაჭარი ელიგულაშვილი ქუჩაში შემთხვევით შეხვედრია შალვა დადიანს და რა თქმა უნდა შიშისგან თავზარდაცემულიც ყოფილა აი ასე იქცა ვაჭარი ელიგულაშვილი ქუთაისის თეატრალური დასის იძულებით სპონსორად და მხსნელად შალვა დადიანის უკიდეგანო ფანტაზიის წყალობით. ნახოთ შემდეგი შეკითხვა. ნახოთ. ვაი. ფოტოზე ხედავთ, თქვენ უნდა გამოიცნოთ ბავშვი, რომელიც ზის ყველაზე პატარა. სულ პატარა. სესილია თაყაიშვილი, ნანა მჭედლიძე, ვერიკო ანჯაფარიძე თუ კირა ანდრონიკაშვილი.
ეს ფოტო მე პირად ისტორიებში გაჩვენეთ. ხო. ესენი არიან მისი ძმები. ძმები. თუ მინიშნებად გამოგადგებათ. კი ბატონო. მაშინ ერთი წუთი. მოიცა ნახე უკან პალმები ჩანს. ეს არის ბათუმი. ბათუმია. ყოჩახ, ხო სწორად მიდიხარ. ერთი წუთი. ზერი კვანჯაფარიძეს თუ კი სწორად მახსოვს არ ყავდა ძმები. სესილია თაყაიშვილს სამწუხაროდ არ ვიცი ყავდა თუ არა ძმები. ნანა მჭედლიძეს არ ყავდა ძმები და ეს წესით არ უნდა მეშლებოდეს. კი ბატონო. და კირა ანდრონიკაშვილს არ ვიცი ყავდა თუ არა ძმები, მაგრამ რატომღაც მგონია რომ კირა ანდრონიკაშვილია ფოტოზე. ან სესილია თაყაიშვილს მინიშნებად გეტყვით ამ ადამიანის ფრაზას. და ნანას არ ყავდათ ნამდვილად. თუ გამოგადგებათ მინიშნებად. ეს ადამიანი ამბობდა, მირჩევნია სიბერე განვასახიერო, რადგან ასაკში შესული ადამიანი უფრო საინტერესოა. სესილია თაყაიშვილი, რა თქმა უნდა. რას გვაქვს პირდაპირ გეტყვი. კი ბატონო, ეს არის სესილია თაყაიშვილის ფოტო ძმებთან ერთად და ვახო თავიდან სწორად წავიდა ბათუმი 1907 წელი ამბობდა სესილია როგორც აღნიშნა რომ მას ერჩივნა სიბერის განსახიერება რადგან ასაკში შესული ადამიანი მას მიაჩნდა უფრო საინტერესო. სხვათა შორის ეს ორი ვერსია იყო აქტუალური კირა ანდრონიკაშვილი და სესილია თაყაიშვილი. ხო, ამიტომაც იქცა ის მე-20 საუკუნის ბებიად. და მაშინ როცა 54 წლის მსახიობი იდგა სცენაზე და ოლღა ბებიას როლს ასრულებდა, ფრანგი რეჟისორი ჟან დონმარტი საგრიმიორო ოთახებში სწორედ მას ოლღა ბებიას ეძებდა სანახავად და უკვე გრიმ მოშორებული სესილიას დანახვაზე უთქვამს, სხვას ვეძებო, ვერ დაუჯერებია რომ მსახიობს როლისთვის საღი კბილები ჰქონდა სრულად ამოღებული. და გადავიდეთ აქვე შემდეგ შეკითხვაზეც. გადავიდეთ. ახლა უნდა გამოიცნოთ ფილმი აფიშის მიხედვით, სრულად მე არ გაჩვენეთ ეს აფიშა, ნახევარი აქვს მოჭრილი და თქვენ უნდა გამოიცნოთ რომელი ფილმის აფიშა. ამ ნახევარში თქვენ დაინახავთ მინიშნებას. სავარაუდო პასუხებს მაინც ამოვიკითხავ. ჩვენი ეზო ვერისუბნის მელოდიები, თეთრი კარავანი, თუთოჯინები, და მეტროგე პავლია. ხო. და თბილისი, ვერისუბანი არის. ისიც უნდა მომეჭრა. ისიც უნდა მოგეჭრა. არა, მაინც გამოვიცემთ, იმიტომ რომ თბილისია ალბათ აქ მთავარი. ხო, მაგრამ მოვაჭერი სოფიკო ჭიაურელი. მაგარი აფიშა ყოფილა. კი, ფანტასტიკური. ნამდვილად, მრეცხავი ვარდო დაგიმალეთ აფიშაზე, რომელიც ეკუთვნის კინოშედევრ მაგრამ მეტროგე პავლე დარჩა და მე მგონი ისეთი დეტალები დატოვე, რომ არც ერთი არასწორი პასუხი არ გქონია ამ შემთხვევაში მაყურებლისგან. ნათია ნიკოლოზ, ნანი რეხუიაშვილი, საბა გელაძე, ირმა მიქაძე, თენგო იმერელი, გოჩა კოკოლაძე, მერაბ დიასამიძე, ბადრი დრეიძე, მოკლედ ყველა ამ რადგან მოგეწონათ აფიშა აქვე ვიტყვი რომ მხატვარი არის კოკა იგნატოვი 1973 წელი. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. ნახოთ გაგირთულეთ თუ არა საქმე. სულხან საბა ორბელიანის სიტყვის კონა ქართული ლექსიკოგრაფიის გამორჩეული ძეგლი რომ არის კარგად ვიცით. დღემდე ლექსიკონის არაერთმა ხელნაწერმა მოაღწია და ეს ხელნაწერი დავით ბატონიშვილს ეკუთვნოდა და მას არაერთი სიტყვის განმარტება აქვს ლექსიკონისთვის დამატებული. აი სიტყვის კონის მიხედვით მოგიმზადეთ მე ორი შემდეგი ორი კითხვა და ნახოთ რამდენად გასაგებია თქვენთვის მე-18 საუკუნის ქართული. რა არის ბგოლვა თუ ბგოლვილი ნიშნავს საჭმელს? საჭმლის მომზადება, საჭმლის მირთმევა, სუფრის გაშლა თუ სუფრის ალაგება? მირთმევა ალბათ. რაც ყველაზე მეტად გვიყვარს. ლოგიკურად ასე უნდა იყოს, მაგრამ მომზადებას აქვს მაყურებლისგან უფრო დიდი მხარდაჭერა. არ ვიცი. ჩვენი ოპერატორი თქვენ ნახობს რომ ეს არის მომზადება. მომზადება, ყველა მომზადებას ამბობს. მე რატოღაც მირთმევა მეგონა. ცირა დაგიტოვოთ ორი სავარაუდო პასუხი. აი თუ კი ვაბრუნებთ, ხო? ვაბრუნებთ კი არ ვიცი რა როგორ წავედი ინტუიციურად, მაგრამ გოლვა თუ არის მომზადება, გოლვილი ნიშნავს საჭმელს, ანუ დაბგოლვილი, ანუ მომზადებული შეიძლება ესე ვთქვათ? ქართულებაც არის და ქართული ვარგიდოდა რომ გამოგვეცნო გეთქვა პირდაპირ დავეცი. რაღაც ვაწვალე. თუმცა თავისი გამოცნობა და შემოთავაზა. თუმცა ისეთი კითხვა ლოგიკა მქონდა, მაგრამ დაუჯეროთ მაყურებელს თუ კიდე ორ ვარიანტს დაგიტოვოთ. მე მგონია რომ თუმცას არ უნდა დავუჯეროთ აი ამ კითხვაზე. მომზადებას მოდი მივყვათ, იმიტომ რომ აი დაუჯეროთ მაყურებელს.
გავამწვანოთ და ლოგიკას რომელიც ვერ ჩამოაყალიბა. კი ბატონო, მადლობა ჩვენს მაყურებელს რა თქმა უნდა. შეჭამადის შექმნა, ესე იგი საჭმლის მომზადება ასე არის. მომზადებული და ბოლვილი ამის თქვა მინდოდა. და როგორ ვერ გავიგეთ ბოდიში. მაშინ აპლოდისმენტები შენ ჩემგან. ახლა უნდა გაჩვენოთ ერთი ფოტო. კიდევ ერთი ასეთი კითხვა მოქვს. დავაბრუნოთ წინა კითხვა, თუ შეიძლება. რას ნიშნავს ქერის თაფლუჭი? ქერის ყანა, ქერის თაფლიანი პური, ლუდი თუ დაცეხვილი ქერი? ქერის თაფლუჭი? ნუცა ჩართე ახლა ისევ შენი ლოგიკა. მიდი აბა ხა ის ლოგიკა ამუშავე. შენი გამოცნობა და შემოგთავაზე. ნუ ლოგიკურად თაფლუჭი თაფლიანი პური უნდა იყოს. იმიტომ სხვაგან არ გვაქვს. მაგრამ მე მგონია რომ ეს არის ლუდი. ინტუიციით. ინტუიციით, ვისთვის ტკბილია და ვისთვის გემრიელი ლუდიც. მე სიმართლე რო გითხრა დაცეხვილი ქერიც არ ვიცი რა არის. ლუდი იქნება მაშინ. ლუდია, ლუდი. აი ხო თქვი, ლოგიკურად თაფლიანი პური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლუდია ინტუიციურად და ეს ინტუიცია არ მღალატობს. დღეს და ხშირად ნუცას ინტუიცია და ლოგიკა იმარჯვებს და კი ბატონო, ლუდი არის სწორი პასუხი და აქვე გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. პირველ რიგში გაჩვენებთ ფოტოს. თუ გახსოვთ ვინ არიან ამ ფოტოზე? თუ იცნობთ ამ ადამიანებს? გალაქტიონ ტაბიძე არის. გალაქტიონ ტაბიძეა ნამდვილად. კი ბატონო, გალაქტიონ ტაბიძეა ნამდვილად მეუღლესთან, ოლღა ოკუჯავასთან ერთად, რომელიც აი ამ ფოტოზე გადასახლებიდან ახალი დაბრუნებულია და აი გადასახლების მთელი სიმძიმე ხედავთ, რომ მის სახეზე არის აღბეჭდილი და შემთხვევით არ გაჩვენეთ გალაქტიონ ტაბიძის ფოტოსურათი, შემდეგი შეკითხვაც სწორედ მას ეხება. თუ გახსოვთ, ვისი სიტყვებია გალაქტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია. ამაზე არც გავჩერდები და მაყურებელსაც ვერ დაველოდები, იმიტომ რომ ტიცია ტაბიძე, პაულო იაშვილი, გიორგი ლეონიძე, ტერენტი გრანელი. ტერენტი გრანელი. გავამწვანოთ ტერენტი გრანელი. ეს შეკითხვა იყო ბოდიში მაყურებელს. მაგრამ პირადი ისტორიებიდან დღეს რომ არ დაგვეჩაგრა ჩვენი რუბრიკა. ერთი წამიც კი ადაჭირდა ჩვენს მაყურებელს და აბსოლუტური უმრავლესობით რა თქმა უნდა ყველა ამბობს რომ ეს არის ტერენტი გრანელი. ალბათ ვიყავით უხელყდებოდი ახლა მიგონებს ალბათ ზოზია გალაქტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია და ლექსის გაგრძელება ნახეთ გალაქტიონში მიწა ანათებს და ჩემში უფრო ზეცის სხივია ძალიან საინტერესო ლექსია ნამდვილად. ნახოთ შემდეგი შეკითხვაც. რომელი სახელი არ ჰქონია ქუთაის? აია, ქუთაია, ფაზისი თუ ქუთათისიუმი? აია იყო? კი, ქუთაისი იყო. ფაზი ქუთათისიუმი არ იყო. აი ხო, ქუთათისიუმი მეც არ მახსოვს და მგონია რომ საკმაოდ დამაბნეველი სავარაუდო პასუხები მოგიმზადეთ. ბოლო არის სწორი. ქუთათისიუმი? მაგრამ ახო, მაყურებლის უმრავლესობა იწერება ამ ეტაპზე რომ ფაზისი. ფოთი ფაზისი? ხო. ფოთი ფაზისი, მართალია, იმიტომ გვახსოვდა ყურში, მაგრამ ქუთათისიუმი სამწუხაროდ არ მახსოვს და მაგრამ მოდი ფაზისი ვთქვათ ამჯერად, რადგან ფოთიც გაგვახსენდა და მაყურებელმა დამაბნეველი სავარაუდო პასუხებიც მექნება. მე გეტყვი ახლა რა მოხდა. ერთ-ერთ გუნდს რომელიც ქუთაისში ვარჯიშობდა ფაზისი ერქვა და მაგიტო დავიბენ. დაგაბნია ამან. გავამწვანოთ? გავამწვანოთ ფაზისი. ფაზისი? კი. გავამწვანოთ. კი. მადლობა ჩვენს მაყურებელს. ქუთათისიუმიც ერქვა და ახლა აღმოვაჩინე, როდესაც ვამზადებდი ამ გამოცნობანას და კი ბატონო, ფაზისი არის ნამდვილად ფოთის ძველი სახელწოდება. საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ქუთაისი ნამდვილად არის თავისი ისტორიით გამორჩეული, ისტორიულ წყაროებში ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნიდან მოიხსენიება როგორც კოლხეთის დედაქალაქი. კი ბატონო და მადლობა ვუთხრათ მაიკო კალანდაძეს, ნანი რეხუიაჩუს, ლელა პერტენავას, მერაბ დიასამიძეს, გოჩა ქოქოლაძეს, ნათია ნიკოლოს, საბა გელაძეს. ამ ეტაპზე სწორი პასუხისთვის ამეც იყო. ქუთაისიდან არ მივდივართ არსად, ისევ ქუთაისში ვრჩებით და კიდევ ერთი ფოტო უნდა გაჩვენოთ, რომელი ხიდი ჩანს ფოტოზე? თეთრი ხიდი, ჯაჭვის ხიდი, წითელი ხიდი თუ რკინის ხიდი? თეთრი ხიდი. არა, ჯაჭვის ხიდია ეს. ჯაჭვის ხიდი. ჯაჭვის ხიდი. რატო ვაბნევ? ქეთ უნდა თითქოს არა. კაი, ორ სავარაუდოს დაგიტოვოთ. თეთრ და ჯაჭვის. მაინც ჯაჭვის ხიდი. თეთრი ხიდისთვის მე მგონი ვიწრო არის ძალიან. პატარა ჩანს. და პატარა. ხო, პატარა. ამპლედუზო, მედუზო აქ არისო. არა, თავსახად არისო და ჯაჭვის ხიდია, ჯაჭვის ხიდი იყოს. ნახოთ აბა, სწორი პასუხი.
კი ბატონო, ნამდვილად. მაგრამ ხა ერთი შესწორება ნახე, ქუთაისელებს მაინც ეწყინებათ, რომ დაფიქრებისთვის დრო დაგჭირდა. კი. მაგრამ თავარია რომ გამოიცან. მოდი ეს ფოტოს დავაბრალოთ, სპეციალურად ისეთი ფოტო მოგიტანეთ ჩავთეთრი, რომ თქვენც პატარა ესეთი ხიდისთვის. კი ბატონო, ფოტოზე ნამდვილად არის ხიდებს შორის უძველესი სხვათა შორის ჯაჭვის ხიდი, დღევანდელი ხიდის ძირითადი საყრდენები 1770-იანი წლებისაა, მათზე თავდაპირველად ხის ხიდი ააგეს, რომელიც არქიელის ხიდად იწოდებოდა თურმე. 1850-იან წლებში კი ჯაჭვებზე დაკიდებული ხის ფერმის აგების შემდეგ ხიდს დღევანდელი სახელი ჯაჭვის ხიდი შეერქვა. წითელი ხიდი კაიშორს არის მაქინე. გადავიდეთ აბა შემდეგ შეკითხვაზე. კარგად მიდიხართ მაინც. კი ბატონო. თუ გამოიცნობთ ახლა უკვე აი ამ ინტერიერს შერეკილები არის. ის შავი კაცი რო გამოვა ეგ არის. ხო და მე აბსოლუტურად სხვა მეგონა რომელიც საწუხაროდ აქ ჩამონათოლში არ არის თორე შემეშლება. ეს ის არის რა ქვია მარგარიტა ვიცოლა. მაყურებლისთვისაც მიმინო არასერიოზული კაცი შერეკილები თუ უძინართა შერეკილები არის წმინდა პორფირეს ხატი. მაყურებელმა ერთ წამში მოიწოდა რომ ეს არის შერეკილება. აი მართლა ერთი წამიც კი არ დაჭირდათ მათ. და ეს სწორედ ის ეპიზოდია, სწორად აღნიშნეთ მარგალიტა რომ გამოვა ახლა აი ამ ფარგლიდან და მოვამზადეს სწორედ აი ეს მომენტის ჩვენი მაყურებლისთვის ფარდა ნამდვილად ფანტასტიკური ჟანრის ფილმიდან შერეკილები. ეგ მომენტია. ფილმი რომელიც დარწმუნებული ვარ ყველას ძალიან გვიყვარს. ბატონო. ნახოთ შემდეგი შეკითხვა თუ დავტოვოთ შერეკილები. საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისის პერიოდულ გამოცემებს შალვა ქიქოძე, მიხეილ ჭიაურელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ოსკარ შმერლინგი და სხვები აფორმებდნენ და ამ პერიოდის ილუსტრირებულმა გაზეთებმა ცნობილი ადამიანების ასეულობით შარჟი შემოინახა. ახლა თქვენ უნდა გამოიცნოთ რომელი მწერლის შარჟია ჩვენს ეკრანზე გამოტანილი. მიხეილ ჯავახიშვილის, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას თუ დავით კლდიაშვილის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მიხეილ ჯავახიშვილი. არ მგონია მე. არ ვიცი, რამდენადაც დავით კლდიაშვილზე ფიქრობ? კონსტანტინე გამსახურდიაზე ფიქრობ მე. არ არის, არა და არც გრიგოლ რობაქიძე. რატო არა? აბა მიდევა ხო გისმენთ? კონსტანტინე გამსახურდია მგონია მე. რამე მინიშნება გვაქვს? მინიშნებას მოგცემთ რომ კონსტანტინე გამსახურდია არ არის. არ არის კონსტანტინე გამსახურდია, ეგ არც მე ფიქრია, მაგრამ რამე უფრო ისეთი მინიშნება, ვინ არის მაგის მინიშნება? მოდი აბა მაყურებელი მოგცემ ჩვენ კარგ მინიშნებას. მე მიხეილ ჯავახიშვილი ძალიან მგონია. კლდიაშვილსა და ჯავახიშვილს შორის აზრი გაიყო. ხუდი ცილინდრი. დააკვირდით ქუდს, სათვალეს და კი ბატონო. ძალიან გავსტა. კი ბატონო, ეს ნამდვილად არის მიხეილ ჯავახიშვილი და მის ფოტოსაც გაჩვენებს, თუმცა ამ ფოტოში ქუდით არ არის წარმოდგენილი, თუმცა ნამდვილად გავს ეს არის ჟურნალი ეშმაკის მათრახი, როგორც ეგ ის ეშმაკია, ხუმრობები რო იწერებოდა, ხო? 1915 წელი. ძალიან მინდოდა გაგრძელება, მაგრამ ვეღარ ვაგრძელებ. მადლობა ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა ქეთუნას და 10